შემოგვიერთა ზურაბ ჩიკვილაძე, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ჩუღურეთში, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მოგესალმებით ზურაბ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მართლმა გუნდმა ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად კიდევ ერთხელ დაგასახელათ. 11 წელია რაც თვითმმართველობაში მუშაობთ. რაიონი საკმაოდ ძველია, ფაქტობრივად ორ ნაწილად არის გაყოფილი, ქვემო და ზემო ჩუღურეთი. დაახლოებით 300 წლის წინ დასახლდა მოსახლეობა და სპეციფიკური ლანდშაფტიც გამოირჩევა. ბევრი ისტორიული შენობაა და მოდით დავიწყოთ, რა ძირითადი პრობლემები დგას თქვენს დღის წესრიგში და როგორ ხედავთ მათი გადაჭრის რა გეგმები არსებობს. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენ მსმენელს და მაყურებელს და რასაკვირველია მივესალმებით ჩუღურეთელებს. მართლაც უმნიშვნელოვანესი გარემო აქვს ჩვენს რაიონს, ჩუღურეთის რაიონს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ადგილმდებარეობა დედაქალაქში. თავისი მნიშვნელობითაც გამოირჩევა ჩუღურეთის რაიონი ქალაქისთვის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი საკვანძო ტურისტული გზა არის და მით უმეტეს იმის შემდეგ რაც განახლდა აღმაშენებელი ჩვენი გამზირი რაც განახლდა თბილისის განვითარების ფონდის მიერ ის დიდი არეალი გზის რომელიც გრწანის მთაწმინდას აკავშირეს აღმაშენებლის გამზირამდე ეს მთლიანი ტურისტული გზა შეიკრა და მიმზიდველობის თვალსაზრისით ჩვენთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის ძალიან გამორჩეულად საუკეთესო არეალი შეიქმნა. ის რომ უძველესი რაიონია ეს ყველასთვის ცნობილია მართლაც თქვენ სწორად ბრძანეთ დაახლოებით 300 წლის წინ ზემო ჩუღურეთში ჩვენი წინაპარი დასახლდა და დასახლდა ძალიან საინტერესოდ ტერასულად განლაგდა მათი სახლები მაშინ და სწორედ ამ ნიშნულობით დღეს ჩვენ ძალიან გამორჩეული საინჟინრო თემატიკა გვაქვს ზემო ჩუღურეთში გულისხმობ რომ იმის გამო რომ ბევრი უკვე ახალ სახლებსაც აშენებს ჩვენ გვიწევს ხშირად ფერდობის დამაკავშირებელი კედლების დიდი კონსტრუქციების მშენებლობები და გზის დამჭერი კედლების კონსტრუქციების მშენებლობა. ამიტომ ინჟინერიით ძალიან გამოირჩევა ჩვენი რაიონი და ამ ინჟინერიას აწარმოებს ჩვენი რაიონის გამგეობა, ჩართული არის რასაკვირველია მერიის სპეციალიზირებული სამსახურები და თვითონ ადგილმდებარეობა ჩვენი მხრიდან ჩუღურეთის მხრიდან, ზემო ჩუღურეთიდან, განსაკუთრებით ზემო ჩუღურეთიდან მთელ თბილისზე პანორამა არის მართლაც ყველაზე გამორჩეული და ლამაზი დედაქალაქში. ქვემო ჩუღურეთი კი თქვენთვის ცნობილია რომ ისეთი ისტორიული ძეგლები გვაქვს მნიშვნელოვანი არა მარტო ჩვენთვის არის თბილისისთვის, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის არის და საქართველოსთვის ძალიან ღირებული ძალიან ბევრი ნიმუშია ასეთი არქიტექტურული ჩუღურეთის რაიონში ჩვენ წლიდან წლამდე განვითარების ფონდი ვახსენე მერიის ფონდი ყოველთვის მოტივირებულია რომ ასეთი ულამაზესი შენობა ნაგებობები გადავარჩინოთ, შევინარჩუნოთ და რასაკვირველია ჩვენ თაობა შეუნარჩუნოთ მომდევნო თაობებს და საპირწონეზე ასევე არის ისეთი სხვა შენობა ნაგებობები შეიძლება ეს იყოს არაკულტურული მემკვიდრეობის შენობა ნაგებობები რომლებიც ამორტიზირებულია სიძველისგან და აქაც ჩვენ ინჟინერიის ფერხულში ვართ რასაკვირველია ჩუღურეთელებმა ეს ყველაზე კარგად იციან ძალიან ბევრი შენობა ნაგებობა გადავარჩინეთ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ იქ ჩვენი ადამიანები ცხოვრობენ ხშირ შემთხვევაში მე-3-4 კატეგორიაზე ვსაუბრობთ და აქ თავის მკაფიო სიტყვას ასევე ჩუღურეთის რაიონის გამგეობა და მერიის სამსახურები იძახიან, აკეთებენ ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა ისეთი, რომელიც ამ შენობა ნაგებობების ხშირად ჩანაცვლების გზითაც ხორციელდება ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მოსახლეობასთან არ არის ეს დასამალი ყველამ კარგად იცის რომ ძალიან ბევრს უნდა რომ როგორც ბოლო შანსის გამოყენება თუ აქვს 100 კვადრატი გაურემონტებელი და ჩვენ თავაზობთ მათ რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ რომ გაყვანის შემდეგ დავაბრუნებთ თავიანთ ფართებში ოღონ გარემონტებულ სრულად კომფორტულ სახლებში ხშირად უნდათ რომ მეტი ფართით გქონდეთ. ჩვენ გვესმის ამის უბრალოდ ამ პროგრამას შეფერხებები აქვს ამ მიმართულებით და აქედან გამომდინარე სიახლეებიც გვექნება 2026 წლიდან და ამას ჩვენი საზოგადოება გაიგებს
ამ მიმართულებით ახლა ბოლოს რაც მე გითხარი. ბატონო ზურაბ, გარდა იმისა, რომ თავის სპეციფიკა აქვს რაიონს, მათ შორის მნიშვნელოვანი ძეგლებით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურით, ხვდებით, რომ თავისთავად არსებობს გარკვეული გამოწვევები. გზების მდგომარეობა, შენობების მდგომარეობა, საინტერესოა რა გეგმები გაქვთ იგივე გზის რეაბილიტაციის, გარე განათებების, მომარაგების, ყალანირებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კუთხითაც, იმიტომ რომ ამ დროს ყველაზე უფრო მეტად ალბათ დამეთანხმებით მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ზუსტად ეს აქცენტები კეთდება ხოლმე, რას პირდებით, კარგია რომ მნიშვნელოვანი საკითხები გადაჭრილია და ფაქტობრივად ყოველდღიურად გიწევთ თქვენ ამ საკითხებით დაინტერესება, მაგრამ ასევე მოლოდინები იმისა, რომ ის რაც თქვათ მოსახლეობას აწუხებს, რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს. და აქვე მინდა გკითხოთ ის შეხვედრები, რომელსაც ყოველდღიურად აწარმოებთ, მაინც ძირითადად რა აქცენტებით, რა მიმართულებით ვითარდება, რა თქვათ პრობლემებზე გესაუბრებიან ადამიანები, თქვენი ჩუღურეთელები, რომლებსაც ჭირდებათ რომ ეს საკითხები გადაიჭრას, ვიდრე უშუალოდ გადავალთ იმ ჯანდაცვის თემებზე, რომელსაც თქვენ უკვე კარგი ხანია უძღვებით საკრებულოში. შევეცდები თავიდან დავიწყო, როგორც თქვენ ბრძანეთ. ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროგრამები, პროექტები თუ რეფორმები განხორციელდა მთელი თბილისის მასშტაბით ამ წლების განმავლობაში. თვითონ ლოკალურად ჩუღურეთში თუ ვიტყვით, ასევე მნიშვნელოვანი იყო თქვენ გზები ახსენეთ თავიდანვე და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ამორტიზირებული იყო ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურა ჩუღურეთის რაიონში, ეს არ არის დასამალი. ჩვენ თვითმმართველობაში 2014 წლიდან მოვედით, ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ თვითმმართველობაში გავიმარჯვეთ 2014 წელს, მაშინ არჩევნებში და აგვისტოს თვე იყო, ძალიან კარგად მახსოვს 2015-დან უკვე ახალი პროგრამული ბიუჯეტი დაამტკიცა მაშინ ჩვენმა საკრებულომ და პროგრამულმა ბიუჯეტმა მოგვცა საშუალება, რომ ძალიან ბევრია ეს მტკივნეული თემები, რომელიც დაგროვილი იყო. მემკვიდრეობა გვერგო ძალიან მძიმე ამ მიმართულებით და ჩვენ ფეხდაფეხ ყოველ წელს დავიწყეთ ამ თემების გამოსწორება და განვითარება. გზებთან დაკავშირებით ისე მინდა გავიმეორო, ხშირად არის ხოლმე, რომ ჩვენ ძველი თაობის ჩვენი უხუცესი ადამიანები ხშირად იხსენებენ ხოლმე და ხშირად მეღიმება და ჩემ არგუმენტებს ვეუბნები და რასაკვირველია, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს, ძალიან ბრწყინვალე ადამიანები ცხოვრობენ გამორჩეულად ჩუღურეთის რაიონში. ისინი ამბობენ ხოლმე, რომ აი კომუნისტების დროს ყველაფერი კეთდება და ეხლაც მეღიმება არ არის სწორი. აი ჩვენ მაგალითზე გეტყვით, ეხლა სხვისას არ ვიტყვით. ჩვენ მაგალითზე, ჩემ მაგალითზე გეტყვით, მაგალითად, რა დაგვხდათ კომუნისტების დროს გაკეთებული მემკვიდრეობა. სადაც გავიზარდებ, სადაც ის ეხლა ჩემი გარემოცა გარშემო იყო პლეხანოვი, სვანეთის უბანი, კუკია, შანთახი, ოქროს უბანი, სადაც გავიზარდე ჩემი მშობლიური ოქროს უბანი, ვარანცოვი და მე ხო ბავშვობიდან მახსოვს იქაური ინფრასტრუქტურა და სხვათა შორის პირველი არ უნდა ეწყინოს ქვემო ჩუღურეთელებს, პირველი დიდი პროექტები, თანხები სწორედ ზემო ჩუღურეთში ჩავდით, იმიტომ რომ არ არსებობდა გზები, არ არსებობდა კომუნიკაციები, წყალარინება, რასაც საზოგადოდ ხალხი კანალიზაციას უწევს, წყალარინება არ არსებობდა ზემო ჩუღურეთში. თქვენ განათებები ბრძანეთ, ისეთი ქუჩები იყო, საერთოდ განათების ხსენება არ იყო. სულ მახსენდება და ამას ვიძახი ხოლმე, მაგალითად კუკიაზე, შანთახის მიმართულებით, ქვალონი, ასხინი, ლებარდეს ქუჩები. გაუვალი იყო, ხალხი ცხოვრობდნენ ჩვეულებრივად, ჩვენი საზოგადოების წევრები, რომლებსაც ათეული წლები საერთოდ საგზაო ინფრასტრუქტურა რა იყო. ხა ამით ტაქსის მძღოლები არ მიდიოდნენ ხოლმე ამ ქუჩებზე მახსოვს. არა, ტაქსზე მეტია იქ საუბარი. არც ერიდებოდნენ, იმიტომ შუქი არ იყო. ხომ წარმოგიდგენიათ, ხა 6 საათის შემდეგ იქ ტრანსპორტი არა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საერთოდ საუბარიც არ იყო. და ეს ყველაფერი მინდა გითხრათ, ოღონდ სუბიექტური მასში არ ჩამითვალოთ, რომ რაღაც ვიქებთ ახლა თავს და გამოსწორებულია აბსოლუტურად. სატრანსპორტო პოლიტიკა, იცით რომ თვითონ ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კახიკალაძის თაოსნობით, მისი ინიცირებით და ვიცით, რომ ძალიან ძლიერი მერგო, გამორჩეულად ძლიერი მერგოს, არა მარტო ჩვენ რეგიონში, ამიერკავკასიაში,
ძალიანად ჩვენ შეგვიძლია თქვა ძალიან პროგრესული ადამიანია, რომელსაც პირველ რიგში დაიწყო დიდი პროექტების, რაც ვერ გაბედა სხვა ხელისუფლებებმა. ბევრი ისეთ რეფორმას მოკიდა ხელი და ძალიან წარმატებით ზოგი დასრულდა და ზოგი გრძელდება. აი სატრანსპორტო პოლიტიკაზე მაგალითად რამდენიმე შეხვედრა მქონდა ეხლა მოსახლეობასთან და რატომღაც მომიწია ამის სულ მახსენდება. აი წინა ხელისუფლების სრული ნიშანი იყო ეს ბოგდანი, ყვითელი ავტობუსები არაკონდიცირებით იყო და არა გათბობის და გაგრილების, ანუ აბსოლუტურად ამორტიზირებული ტრანსპორტი დადიოდა მაშინ ქალაქში გადაყვითლებული. ასევე აი სამარშრუტო ტაქსები, ამორტიზირებული სამარშრუტო ტაქსები, სადაც ადამიანი კომფორტზე საუბარ ზედმეტია ჩაჯდომა რომ ეზარებოდათ ხოლმე, მაგრამ უნდა ემგზავრათ, ხო? აი ეს არის მათი წინა ხელისუფლების სახე, ნამდვილად აი ეს არის, მაგრამ დღეს ახლა გადავხედოთ როგორი ტრანსპორტით მოძრაობს, ხო, ჩვენი საზოგადოება. უმაგრესი მანის და სუზუკის ისუძუს საუკეთესო სატრანსპორტო საშუალებები გვაქვს, რომელიც ახლა ყველა მოგზაურობთ, ვიცი რომ ძალიან ბევრ დედაქალაქში და ქალაქებში ასეთი ტრანსპორტი მაგალითად არ არის და ჩუღურეთზე მინდა გითხრათ რომ არ დარჩენილა სივრცე, ადგილი, ქუჩა რომ ეს სისტემური ტრანსპორტი არ მოძრაობდეს, ან ერთი ან მეორე და ამით რასაკვირველია ჩვენ ჩუღურეთელებს ძალიან გვიხარია და ვინც ამის ორგანიზებაში იყო კახი კალაძესთან ერთად მის გუნდს ყველას მინდა რასაკვირველია აქედან დიდი მადლობაც უთხრა 27 სექტემბერს 124 ერთეულით მოგვემატა ახლა ჩვენი სატრანსპორტო საშუალება რომელიც 18 მეტრიანი იქნება ეს იმის საშუალებას იძლევა კიდე რომ არც ერთი წერტილი არაფერი არ დარჩეს ქალაქში ტრანსპორტის და ჩვენი საზოგადოების ჩვენი თანამოქალაქეები რომ არ დავტოვოთ ამ მიმართულებით კომფორტის გარეშე. თქვენ ბრძანეთ რომ მოსახლეობასთან შეხვედრები, რასაკვირველია ინტენსიურად გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები და მათ ჩვენ თავშივე რაც ვისაუბრეთ, თქვა ამორტიზირებული სახლებთან დაკავშირებით, ეს თემებია ძირითადი ჩუღურეთელებისათვის. ეს თემებია და რასაკვირველია ფეხდაფეხ მივდივართ ჩვენ გამორჩეულად კარგი ბიუჯეტი გვაქვს, ჩვენ არ შეიძლება შევადაროთ 2014 წლის ბიუჯეტი დღევანდელ ბიუჯეტ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბიუჯეტს გულისხმობ და ბიუჯეტის გარდა ასევე ძალიან ბევრი საქალაქო სამსახურები, რომლებიც ინფრასტრუქტურულ თემებშია ჩართული, ცალკე ბიუჯეტით ემსახურება ჩვენ ულამაზეს ჩუღურეთს. ასე რომ არ რჩება რაღაცა ისეთი მტკივნეული თემები, რომელზეც 24 საათი ჩვენი გუნდი არ ზრუნავდეს და არ მოქმედებდეთ, იმიტომ რომ ჩვენთვის თავარი არის რომ რაღაცა როგორც კი დავინახეთ უკვე ბოლო 11 წელი ახსენეთ თქვენ მართლაც თითქმის 8 წლის განმავლობაში ვიყავი ამ რაიონის გამგებელი, ეხლა მოქმედი მაჟორიტარი ვარ, მეორეჯერ მივიღეთ უფრო უზარმაზარი და ორმაგად დიდი პასუხისგებლობა და რასაკვირველია, როცა ადამიანები ჩვენი გუნდის წევრები გრძნობთ რომ წინსვლა გვაქვს სხვადასხვა თემებში ეს ძალიან დიდ სტიმულსაც გაძლევს და გადამდებიცაა სხვათა შორის მოტივირებულია აბსოლუტურად ყველა საქალაქო სამსახური რომ წინ გავიწიოთ ჩვენი დედაქალაქი გამორჩეულია მაგრამ უფრო მაგარი გამართული ინფრასტრუქტურით გვინდა ვიყოთ წარმოჩენებული მომავალში. კი ბატონო, ძალიან საინტერესო ტენდენცია იკვეთება ის რომ მოსახლეობას კონკრეტული მათ შორის პირადი საკითხების მოგვარებასთან ერთად აინტერესებს საერთო სივრცეები, გამწვანება, რეკრეაცია, ინფრასტრუქტურა. ამგვარი შეკითხვებიც მუდმივად გვესმის ხოლმე ასეთ შეხვედრებზე, ეს ძალიან კარგია. ზუსტად ამაზე მინდა გკითხოთ. რა შეიძლება გაკეთეს ისეთი რაც თქვათ იგივე ტურისტების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის თქვენს რაიონში, კიდევ უფრო განავითარებს ჩუღურეთის რაიონს, ახალი ურბანული სივრცეების შექმნა თუ გაქვთ გეგმაში? ჩვენ ჩუღურეთის რაიონში არ ვართ გათამამებული და არ გვაქვს ის ფუფუნება რომ გქონდეს დიდი მიწის ნაკვეთები, სადაც განვავითარებ და რაღაც თუმცა არ დარჩენილა ადგილი სადაც პოულობდით სხვათა შორის ჩვენი მოსახლეობის ჩართულ ფორმატში ვანვითარებთ ამ მიმართულებით ჩუღურეთის რაიონს და ყველას ვისაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩუღურეთში არ უმოგზაურია განსაკუთრებით ზემო ჩუღურეთით შეგიძლიათ მოინახულოთ და ნახოთ ძალიან ლამაზი ახალი სკვერები გვაქვს მაგალითად გროზნოს ქუჩაზე
თითქმის ნაგავსაყრელად იყო ქცეული ერთ-ერთი ადგილი, რომელიც საინვესტიციოდ უნდა გამოსულიყო, თუმცა ჩვენ მერთან ერთად გადაწყვეტილება მივიღეთ და 5000 კვადრატულ მეტრზე ძალიან ლამაზი სკვერი ავაშენეთ თავისი სტადიონით და ყველა თაობის ადამიანისთვის არის გამორჩეული სივრცე. ასე მაგალითად, ყოველ წელს ჩუღურეთში ჩვენ 40-მდე სკვერის რეაბილიტაციას ვახდენთ და თუ კი სადმე გვაქვს საშუალება, რასაკვირველია, ახალ სკვერებსაც ვხსნით. სულ რაღაც 2 თუ 3 დღის წინ მაგალითად ხუდადოვის ტყის მიმდებარედ მარუაშვილის 50-ია მისამართი, სრული მისამართი, მარუაშვილის ქუჩის 50-ის მიმდებარედ ძალიან ლამაზი და ასეთი დიდი სტადიონი ჩვენ არ აგვიშენებია ჩუღურეთის რაიონში და გავხსენით სხვათა შორის კახა კალაძესთან ერთად, იმიტომ რომ მას ძალიან უნდოდა რომ ეს ადგილი ენახა და მასთან ერთად გავხსენით ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ განახორციელა ეს თვითონ პროგრამა სტადიონის მიმართულებით და პრაქტიკულად არ ვჩერდებით ამ მიმართულებით. ძალიან გამწვანებულია ჩუღურეთის რაიონი და ქუჩების მიმართულებით ყველაზე კარგ ნარგავების შესყიდვას ახორციელებს გამგეობა და ფეხდაფეხ მივყვებით. ხშირადაა მოთხოვნა ჩვენი მოსახლეობისაგან, რომ დაგვირგეთ და ჩვენ მივხედავთ და მინდა 100%-იანი დადასტურებით გითხრათ, რომ ჩვენს გვიხარია ეს, როდესაც ნარგავები მიგვაქვს, ვდგავთ ერთად და მე თვითონ ჩვენი მოსახლეობა ამხანაგობები უვლიან ხოლმე ქუჩებზე და ეს რასაკვირველი ყველას გვახარებს. თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ხარ, ჯანდაცვის პროექტები ალბათ თქვენზე უკეთ არავინ იცის, ამიტომ მოდით ვისაუბროთ კონკრეტულად ჩუღურეთთან მიმართებაში რა გეგმები არსებობს, თუ არის რაიმე თქვა სიახლეების განხორციელებასაც გეგმავთ, რას პირდებით ამ კუთხით მოსახლეობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. მართლაც უმნიშვნელოვანესი მიმართულება, იმიტომ არა რომ თქვა ამ პოლიტიკის სათავეებში ვარ საკრებულოში, უბრალოდ ჩვენმა საზოგადოებამ იცის და ვინც არ იცის, უნდა ნახოს, თქვა არის ესეთი გამორჩეული გვერდი მერიის, სადაც აბსოლუტურად ყველა პროგრამა არის ჩაშლილად თავის წესთან ერთად და ყველა შეუძლია გაეცნოს და ამით იხემძღვანელოს. გეტყვით, რომ 40-მდე პროექტი და 40-მდე პროგრამა და ქვეპროგრამა მუშაობს დედაქალაქში. ეს არის ის პროგრამები, რომელიც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეებისათვის. სხვათა შორის აქ არ შეიძლება რომ არ თქვათ, იმიტომ რომ არ თქვათ ის, რომ ფედერალურ დონეზე ჯანდაცვის სამინისტროს გულისხმობ ამ შემთხვევაში ასევე ძალიან ბევრი პროგრამაა ჩვენი მოქალაქეებისათვის და ჩვენ ვცდილობთ გქონდეს ისეთი პროგრამები, რომლებიც მაგალითად ფედერალურ დონეზე არ არის და აქ ჩვენ ძალიან კარგად თანამშრომლობთ და მინდა გითხრათ, რომ ვავსებთ კიდევაც ფედერალურ პროგრამებს და ადგილობრივ პროგრამებს. ისიც ძალიან მიხარია, რომ ადგილობრივი ჩვენი თბილისის პროგრამები ძალიან სხვა მუნიციპალიტეტებსაც დიდი სიხარულით მიაქვთ და ისინიც ახორციელებენ ამ პროგრამებს. მაგალითად, უდიდეს პროგრამებს შორის შემიძლია დაგისახელოთ და თქვენ თვითონ მიხვდებით მასშტაბებს, რომ თბილისის მერია ახორციელებს ღვიძლის გადანერგვის დაფინანსებას. დაახლოებით 80,000 ლარჯდება ერთი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება ამ მიმართულებით და ერთი წამით მერი ჩვენი გუნდი არ ვიხევთ უკან და ყოველთვის მოტივირებული ვართ, რომ რასაკვირველია თითოეული სიცოცხლე ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამხელა თანხით ნებისმიერ ჩვენ მოქალაქეს, ვისაც ეს სჭირდება და ეს საჭიროება ვაფინანსებთ. ძვლის ტვინის გადანერგვის პროგრამა, რომელიც 280,000 ლარამდე უჯდება ბიუჯეტს და აქაც რასაკვირველია ჩვენ კაფიოთ ვართ მომართულები იმისთვის, რომ ვისაც ეს საჭიროება რასაკვირველი ესეთი ოპერაციები ჩაუტარდეთ და აქ ამ ოპერაციის მნიშვნელობა იმიტომაა გამორჩეული, რომ ჩვენ აქ ვაძლევთ საშუალებას, რომ ან საქართველოში ჩაიტაროს და ასევე საშუალება აქვს პაციენტს, რომ ჩაიტაროს ეს ოპერაცია ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და ამხელა თანხით იქნება ანაზღაურებული. ძალიან ისეთი გამორჩეულ პროგრამებს შორის არის სკრინინგის აბსოლუტურად ყველა სკრინინგის თემა ქონდა მოცული 4 სპეციალიზირებული სკრინინგს ვაფინანსებთ თბილისში და ერთადერთი ფილტვის სკრინინგი ქონდა დარჩენილი და ისიც
მომავალი წლიდან ჩაერთვება და არ დარჩება არც ერთი კვლევის თემა, რომელიც არ დაფინანსება. ეს ყველაფერი უფასოდ. აბსოლუტურად ეს ყველაფერი უფასოდ. მენჯბარძაყის ოპერაციების დაფინანსება დავიწყეთ არაპენსიონერებისათვის, პენსიონერებს აფინანსებს ჯანდაცვის სამინისტრო და ჩვენ არაპენსიონერებისათვის დავიწყეთ მენჯბარძაყის და მუხლის ოპერაციები, რომელიც პროგრამულად ფინანსდება და ეს რასაკვირველია შეღავათია ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. დღეს მაგალითად 22 სექტემბერია. 1 სექტემბერს ჩავთეთ სრულებით ახალი პროგრამა arthritis პროგრამა. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვინც დაავადებულია ამ სენით ძალიან უჭირთ დიდი ტკივილები აქვს, არ ძინავთ მას, არ ძინავს ოჯახის წევრებს, მეზობლებს და აქ იმდენად მნიშვნელოვანია რომ თვითონ ამ სამკურნალო მედიკამენტების ანაზღაურება მარტო ჩვენთან არა, მთელ მსოფლიოში ძალიან ძვირად ღირებულია და 25,000 ლარი სჭირდება ადამიანს, რომ სრული სერვისი მიიღოს და იმკურნალოს და იყოს ჩვეულებრივი მოქალაქე, შექმნას დოვლათი, იმუშაოს და ასე შემდეგ ტკივილების გარეშე 25,000. აქაც არ ვიხევთ უკან და რასაკვირველია, აქედანვე დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროგრამის შექმნაში და რასაკვირველია კახა კალაძის ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, როდესაც ჩვენ ეს ინიცირება რეკომენდაციის სახით საკრებულოდან გავგზავნეთ და მას განსაკუთრებული დიდი მადლობა. ასე რომ არ ჩერდებით, ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი, აი ფილტვის სკრინინგიც გიხსენეთ მომავალ წელს. ბევრი სიახლეები გვექნება და ამას ფეხდაფეხ ჩვენი თანამოქალაქეები ყველაფერს ნახავენ და იგრძნობენ. კი ბატონო, 2 კვირის წინ ქალაქის მერმა დაანონსა, რომ იანვრიდან დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობების შენაცვლების პროგრამა განხორციელდება. მოსახლეობის მხრიდან რამდენად არის მზადყოფნა მიიღონ მონაწილეობა ჩაერთონ ამ პროექტში და საერთოდ როგორ გეგმავთ ადგილობრივი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას? მადლობა ბატონ დავით, ამ შეკითხვისთვის კინაღამ გამოგვეპარა. კინაღამ გამომეპარა, იმიტომ რომ იმ თემაზე, როდესაც ამორტიზირებულ ძველ სახლებზე საუბრობდით, ეს არის იმ ჩანაცვლების პროგრამის მოდერნიზირებული სვლა, ასე ვთქვათ. მე პირდაპირ ამას ბოლო 2 დღეა, როდესაც შეხვედრები მაქვს, ვლაპარაკობ, რომ ეს არის რევოლუციური გადაწყვეტილება კახი კალაძის მიერ. რევოლუციური რატო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი მე რაც ვახსენე, რომ ერთ-ერთზე არ თანხდება ხშირად ჩანაცვლებაზე და ბევრი სხვა ნიუანსებიც არის ხოლმე მოსახლეობასთან. ეს აბსოლუტურად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თამამად თბილისის მერიის წარმომადგენლები ესტუმრონ მოქალაქეებს მეოთხე კატეგორიის სახლებს მოვიცავთ პირველ რიგში. მეოთხე კატეგორიის სახლი ეს არის რისკის შემცველი სახლები. ჩვენ არ შეიძლება იქ ადამიანები დავტოვოთ, უყურადღებოთ და მივდივართ და საზოგადოდ იქნება ასე, შეფასებული იქნება საბაზრო ფასით ღირებულება ქონების კვადრატულ მეტრზე და საბაზრო ფასის მიხედვით შესაძლებელი იქნება მერიამ გამოისყიდოს ქონება და ჩვენ ერთის მხრივ რომ ჩვენს მოქალაქეებს ასეთი რისკიანი ადგილებიდან გავიყვანთ, ისინი დოვლად შექმნიან, იმიტომ რომ საბაზრო ფასი ჩვენ რაიონში ძალიან მაღალია. თქვენთვის ეს ძალიან კარგადაა ცნობილი, აქედან გამომდინარე, მათ შეუძლიათ უფრო მეტი განვითარდნენ თავისთვის, თავიანთი ოჯახებისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის კიდე ის არის, რომ ამ რისკის შემცველი სახლებიდან გავიყვანთ ჩვენ მოსახლეობას და ბიზნესს მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენი მახასიათებლებით, ძველი თბილისური ტიპის ეზოების მახასიათებლებით, რომელიც დაგეგმილი იქნება არქიტექტურის, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ, იმ ყველაფრის შენარჩუნების, იმ სინთეზის და სილამაზის შენარჩუნებით, გამორჩეულობის შენარჩუნებით განვავითაროთ ჩვენი ჩუღურეთის რაიონი უფრო და უფრო. ამას ახლა ჩვენ რასაც ვსაუბრობთ, 2026 წლის 1 იანვრიდან ჩვენ უკვე ამ პროგრამას ჩავრთავთ ახლა ამ თვეების განმავლობაში გვექნება წესთან დაკავშირებით მუშაობა და ჩვენი თანამოქალაქეები ამასაც ძალიან კარგად დაინახავენ. და ბოლო შეკითხვა, სულ რამდენიმე წუთი გვრჩება, ფაქტობრივად 2 შეკითხვას გავაერთიანებ, წინა საარჩევნო გარემო შეფასება მინდა გთხოვოთ და მიმართეთ ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას. ძალიან მშვიდად ვახორციელებთ ქართული ოცნების წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით, არა მარტო ჩუღურეთში, ყველგან ძალიან მშვიდად მიმდინარეობს. ჩვენი საზოგადოებაც ამას ძალიან კარგად ხედავს. ძალიან ადვილია, როდესაც ჩვენ ინტენსიური შეხვედრები გვაქვს ჩვენ მოსახლეობასთან მიხვიდე იმ გაკეთებული საქმეებით, რაც ჩვენ უკვე განვახორციელებთ და რასაკვირველია კიდე ბევრია გასაკეთებელი და ჩვენ მოსახლეობასთან ერთად
ტენდენციურად ამას ყველაფერს კრიბავთ და ვაკეთებთ და ყოველ დღე ყველგან მთელ საქართველოში ნაბიჯ წინ მივიწევთ. ამდენი სატრანსპორტო საშუალებები, ამდენი მეტროს ვაგონები ამ 7 წლის განმავლობაში რაც ვიყიდეთ, საერთოდ არ გვიყიდია. საგზაო ინფრასტრუქტურა, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი კი იცით, რაზეც ვსაუბრობ, უზარმაზარი მაგისტრალი. საქართველო აბსოლუტურად სხვა ქვეყანაა, სხვა დანიშნულების ქვეყანაა უკვე მსოფლიოსთვის. ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი რასაკვირველია ჩვენი მოსახლეობისთვის არის, რომ გადაადგილების საშუალება აღმოსავლეთ საქართველოსთან დასავლეთ ზღვაზე 4 საათში შეიძლება იმგზავროს ჩვენმა მოსახლემ და კომფორტი შეუქმნათ. ამდენი სატრანსპორტო რეფორმა, სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებით, ანუ ძალიან ბევრი გვაქვს ისეთი, რომ ჩვენ მოსახლეობასთან გვიადვილებს მუშაობას, გვიადვილებს მისვლას და მათთან ერთად ბევრი პროგრამის თავიდან ხორჩესხმას, მათი აზრი ძალიან გასათვალისწინებელია. ჩვენ საზოგადოებრივ საწყისებზე მაგალითად ჩუღურეთში ყავს ჯგუფები, მრჩევლები, რომლებიც გაერთიანებულები არიან და ეს უკვე შორს წაგვიყვანს ეს თემა. ჩვენ ასე ვართ მოტივირებულები, ჩვენ დავდივართ ჩვენ მოსახლეობასთან, ხვდებით ყოველდღე. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი მოსახლეობა უპირატესობას ანიჭებს მშვიდობას, იმიტომ რომ მშვიდობის გარეშე ის, რაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ, ვერ განვითარდება, წინ ვერ წავალთ. ამიტომ ყველა ანიჭებს მშვიდობას და მშვიდობა რასაკვირველია ასოცირდება ქართულ ოცნებასთან. ჩვენ მოსახლეობას ხვდებით, საქართველოს მოსახლეობასთან ხვდებით. და მათთან გვაქვს საქმე და ძალიან ბევრი თქვენ ბოლო 3-4 დღის განმავლობაში აკვირდებს, ზოგი ბრიუსელში გაემგზავრა, ექსტრემისტული ასე ვთქვათ პარტიების წარმომადგენლები, ზოგი ვაშინგტონში თავის დონორებთან, მრჩევლებთან ხო საოცრებაა იმ დროს, როდესაც ჩვენაირად უნდა მიდიოდნენ მოსახლეობასთან და ატარებდნენ თავის წინასაარჩევნო აგიტაციას, თქვათ, შეხვედრებს, ისინი დადიან საზღვარგარეთ. აი თვითონ ჩვენც რომ არ ვისაუბროთ ახლა ბატონ დავით, ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს და თვითონ გამოიტანს თავის დასკვნებს და 4 ოქტომბერს ზუსტად ვიცი რომ სულ ყველა მუნიციპალიტეტში მივიღებთ ძალიან დიდ გამარჯვებას და ერთად ვიზეიმებთ სხვათა შორის მშვიდობის გამარჯვებას და ჩვენ გამარჯვებას.